ზოგისთვის ჰობი და ზოგისთვისაც საოცნებო პროფესიად ქცეული ფოტოგრაფია თანამედროვე ახალგაზრდებში საოცარი პოპულარობით სარგებლობს. ბევრი მათგანისთვის ფოტოაპარატი ისეთივე განუყრელი ნივთია, როგორც მობილური ტელეფონი ან ხელჩანთა. უფრო მეტიც დღევანდელი ახალგაზრდობა ფოტოგრაფობას ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროფესიად თვლის და საქართველოში მისი შესწავლის მსურველიც ბევრია. ნამდვილად ძალიან რთული პროფესიაა ფოტოგრაფობა, მეგონა რომ ძალიან იოლი იქნებოდა, გამიჭირდა, მაგრამ ყავს ძალიან კარგი ლექტორი და მისი დახმარებით არ გამჭირვებია. მომწონს იმ კადრების ასახვა, რაც შეიძლება სხვა ვერ გადაიღოს და შეიძლება ეს დარჩეს კიდეც ისტორიაში. და ხა ჩემი სახელით თუ დარჩება, იქ ხო ძალიან კარგი იქნება და მე 11 წლიდან ფოტოგრაფიით ვარ დაინტერესებული და ეს ხალხის ემოცია რო აღწერო. ყველასთვის კარგად ნაცნობი იური მეჩითოვი, რომელიც ფოტოგრაფის სტატუს აგერ უკვე 50 წელიწადია ატარებს, ახლა უკვე ფოტოგრაფების ახალ თაობას ზრდის. ცნობილი ფოტოგრაფის აზრით, მსოფლიოში ტექნოლოგიების განვითარებამ ფოტოების გადაღება ბევრად უფრო გაამარტივა და ამ სფეროში წარმატების მიღწევაში ადამიანს მხოლოდ სიზარმაცემ შეიძლება შეუშალოს ხელი. მეჩითოვის თქმით, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები უკვე საზღვარგარეთიდან შეკვეთების მიღების საშუალებასაც იძლევა, რაც ნიშნავს, რომ მომრავლებულ ქართველ ფოტოგრაფებს უსაქმოდ დარჩენა არ ემუქრებათ. სახალითაობის მოსვლა უკვე 21 საუკუნით იწყება. თარიღდება 21 საუკუნეში ჩნდება ციფრული კამერები, ანუ ადვილდება მაქსიმალურად პროცესი გადაღების. ეს არნიშნავს იმ წამში სიმრავლე ხდება კაი სურათების, არამედ რაოდენობრივად და უფროსი ადვილია და აი ადრე თუ მამაკაცები ჭარბობდნენ და ძირითადად ქართულ ფოტოგრაფიაში მხოლოდ მამაკაცები არიან. ეხლა შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ფოტოგრაფიას წარმოადგენენ ქალებიც. ნახევარზე მეტი შეიძლება ითქვას დღევანდელ ახალთაობაში, შეგვიძლია თქვა, რომ ნახევარზე მეტი არიან გოგონები ან ქალები. მაგარიანად ცხოვრება მაინც უნდა იქ სადაც ჰოლივუდში უფრო მეტად და მოდურ ჟურნალებში, ანუ უცხოეთში სადაც უფრო მეტი ფული იხარჯება, რაღაცას ფოტოგრაფია ჭირდება, იქ რა თქმა უნდა მაღალ აზნაზღაურებადია. ანუ სარეკლამო მოდების გადაღების ფოტოგრაფია პატრიკ დემარშელი, რომელიც ვოქში მუშაობს, ის მეცღებულობს ვიდრე ჩვენი რომელიმე მაღალჩინოსანი. საქართველოში როგორ არიან? საქართველოში ახლა ჩვენ ვერ დავეწევით მათ, მაგრამ პრინციპში რაღაც ანაზღაურება არსებობს, აი რამდენიმე ჟურნალია სადაც მუშაობენ. მე არ ვიცი, ეხლა ყველაფერი ფარულია, ანუ კონტრაქტით ისინი არ ამჟღავნებენ თავიანთ ჰონორარებს და დაახლოებით მე ხოლმე შეგვიძლია თქვა, რომ ყველაზე რთული გადაღება მაინც არის უფრო არა მოდების, არამედ აი თქვა ბოთლის, ღვინის ბოთლის გადაღება არის ძალიან რთული რამე და ძალიან ბევრსაც არ იხდიან ამისთვის მიუხედავად, რომ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი საქმე. ანუ არის საქმიანობა, სადაც ფოტოგრაფია აუცილებელია. მაღალი დონის ფოტოგრაფია არის მოდის ფოტოგრაფია, არის აი სამრეწველო საქონლის გადაღება, იგივე ბოთლების, ღვინოების, შამპანურების, ანუ რაღაც რაც ჭირდება მის სარეკლამო. ანუ სარეკლამაშია ფული მოკლედ და არა თუ ხა წახვალ პეიზაჟებს გადაიღებთ თქვენთვის ეს არაფერი არ გესარავით. თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ ფოტოგრაფიას მხოლოდ ის ირჩევს, ვისაც უფრო სერიოზული პროფესიის შესწავლა დაეზარა, ან მათემატიკისა და სხვა მეცნიერებების დასაუფლებლად გონებრივი შესაძლებლობები არ ეყო, ძმები ღუღუნიშვილები მათი ეჭვების გასაქარწყლებლად საუკეთესო მაგალითია. ეკონომიკური ფაკულტეტის დასრულების მიუხედავად ყუპებმა არჩევანი მაინც ფოტოგრაფიაზე გააკეთეს და საკუთარი ფოტოსტუდია, ლიქ სტუდიო ჩამოაყალიბეს. საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ მათი ნამუშევრების დადებითად შეფასების შემდეგ წარმატებამაც არ დააყოვნა და ლაშა და ირაკლი ღუღუნიშვილები ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების სიაშიც მოხვდნენ. ესე უცბად არ გადაგვეცხვეთია თავიდან იყო რაღაც რამდენიმე სურათი გადავიღეთ, რაღაც საიტზე გვედო მაშინ რაც პოპულარული საიტი იყო, ფორუმის ავითხა და მე იქიდან წამოვიდა შენიშვნები, ანუ გამოცდილი ფოტოგრაფებისგან, რომ ესე არ უნდა გადაიღო, ესე არ უნდა გადაიღო, მე გავითვალისწინეთ, კიდე დავდეთ სურათი და ნენელა უკვე დაიხვეწა ჩვენი სურათები და ჩამოყალიბდა, რომ კარგად ვიღებდით უკვე, ანუ ხალხს უკვე მოწონდა და აქედან გადავწყვეტეთ, რომ ამ თავიდან გახსოვისმით დავიწყეთ გადაღება, ჰობად ჰქონდა და ახლა უკვე პროფესიად გადაგვეცა და ფინანსისტი ვარ და კიდევ ბევრ რამეს ვაკეთებ ერთ-ერთ სერიოზულ კომპანიაში. ან დავამთავრეთ ესე ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი და მუშაობდით ეკონომიკის განხრით. და მე ძალიან გადმოვერთა ფოტოგრაფიაზე და ირაკლი კვლავ მუშაობს ერთ-ერთ ცნობილ ორგანიზაციაში და საღამოს ვეხმარებ.
ღუღუნიშვილების ბინა, რომელიც ამჟამად ლიგ სტუდიოს დროებითი ოფისია, გადაღებების დროს ნებისმიერი ტრადიციული ორიენტაციის მამაკაცისთვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს. ოთახები მშვენიერი მოდელებით ივსება და ლიგ სტუდიოს ფოტოობიექტივის წინ ქალური სილამაზის ფეერვერკი ეწყობა. სწორედ ამიტომ ტყუპიძმების პოპულარობა არა მარტო ფოტოებმა, არამედ მოდელებთან მეგობრობამაც განაპირობა. გარდა მოდელებისა და სხვადასხვა ივენთებისა, ლიგ სტუდიო ხშირად საქორწილო ცერემონიალებსა და საოჯახო დღესასწაულებსაც იღებს. თავიდან არ დაგვიწყია ფეშენით გადაღება. ძირითადად ვიღებთ ხოლმე ადრე უფრო სოციალურ სურათებს და რაღაც ისე. ამ ჩვენი თავი პროექტ უფრო ამ განხრით, ფეშენ განხრით და ეს გამოგდის ყველაზე კარგად მე ესე ვფიქრობ და ამიტომაც ხდება რომ ესე თითქმის ყოველდღე სავსეა ჩვენი სახლები გოგოებით. ანუ ეს მოდელებთან რო ესეთი ურთიერთობა გვაქვს, იმის განხრით არ არის რომ იმ გოგოებს ყერავთ ან რაღაც უბრალოდ უყურებთ ისე როგორც მეგობრულად და როგორც სამსახურიდან გამომდინარე. ივენთებია ყველაზე ისეთი. ანუ ღონისძიებები, რაღაც ის გახსნა პრეზენტაცია დახურო არ არის ეს ხარო. ასევე ხა ქორწილებში საკმაოდ ბევრი ქორწილია და ყველას უნდა ქორწილა, რაღაც ვიდეო თითქოს შაანაცვლა. ბევრ ქორწილში უკვე მარტო ფოტოგრაფებს ეძახიან ვიდეო. ანუ ქორწილის ფოტოგრაფს ვახსენებ, იქ ჩვენი სახელი ამოტიტდება ეგრე. Facebook-ზე ჯორჯიან ბრაიჩიდე. ფოტოგრაფი საშა პრიშვენი ძირითადად მოდისა და გლამურის გადაღებითაა დაკავებული. ფოტოგრაფია მისთვის მხოლოდ სურათის გადაღებას არ ნიშნავს, რადგან ფოტოსესიამდე და მის შემდეგ სასურველი შედეგის მისაღწევად არაერთი პროცედურის ჩატარება უწევს. მოდი კიდე მოკოცე რა ნახე რა მაგას. მომებოთხე მიდი აკოცე დედიკო. საშას აზრით ფოტოგრაფიის ნიჭი ყველა ადამიანშია. ის დადებითად აბაზებს ბევრი ქართველი კოლეგის ნამუშევარსაც და აღნიშნავს, რომ უცხოელები მათზე მაღლა მხოლოდ იმ ტექნიკით განან, რომელსაც მუშაობისას იყენებენ. მე რო გითხრა რომ ბავშვობიდან მინდოდა და რაც ჩემი მიზანი იყო ეგ და მივაღწია მიზანს, მასაც არ არის. შემთხვევით მოვიდა ეგ პროფესია ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ პროფესიით ვარ საერთოდ სხვა ვარ არქიტექტორი და ნუ უბრალოდ ასე მოხდა, რომ დღეს ვარ დაკავებული ამით. მაინტერესებს ძალიან კაი პროცესია სახალისოა ჩემთვისაც, ბევრ ხალხს ვიცნობ. რატო ახალ თაობას რატო აქვს რაღაცა იდეა ფიქსად ამოჩემებული ფოტოგრაფობა ვერ გეტყვი. ალბათ რაღაცა ჩვენთან ხო იცი როგორ არის ყველაფერი, აი ტენდენციურია, მოდურია. ოდესღაც მოდური იყო რაღაც ასეთ ექიმობა, ან იურისტობა, ან სტომატოლოგის პროფესიის დაუფლება. ეხლა დღეს არის პოპულარული ან მოდელობა, ან ფოტოგრაფობა. ანუ ჩემთვის არ არის მარტო აი ღილაკს დავაჭერ და всё ამით შემოიფარგლა ხო ჩვენი ისტორია. აი დღესაც აქედან მივდივარ კიდე სხვა გადაღებაზე და იმ გადაღებისთვის ვემზადებით უკვე ერთი კვირა იგეგმება ანტურაჟიც, კოსტიუმიც, ობრაზიც, მაკიაჟიც. ეს მხარე უფრო მხიბლავს და მაგიტო ალბათ უფრო ფეშენისკენ მაქვს რაღაც მიმართულება. ფოტოგრაფიის ნიჭი როგორც ასეთი ვფიქრობ რომ ალბათ არის, მაგრამ მე მგონი ყველაში დევს ის რაღაცა ხედვის რაღაცა აი პატარა რაღაც ღილაკი უნდა დააჭირო რა უბრალოდ და ჩართო ეგ ყველაფერი განავითარო და всё ეგ არის და ეგ. დედაქალაქში ფოტოგრაფების მომრავლებას ჩვენი ყველა რესპონდენტი დადებითად აფასებს. თვლიან, რომ კონკურენცია ყველა სფეროში აუცილებელია. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ნაკლებად პროფესიონალი ფოტოგრაფები მომსახურების ფასს დაბლაწევენ, რაც საბოლოოდ მათი შრომის დაფასებას ხელს უშლის. პრობლემას კიდევ უფრო ამწოვებს ის, რომ ქართული საზოგადოებისთვის პრიორიტეტი მაღალი ხარისხის ნაცვლად ჯერ კიდევ დაბალი ფასია.